აუდიტის ჯგუფი განიხილავს ორ საკითხს. პირველი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში პერიოდი 22-23 წლები გაცემულია 3 რეკომენდაცია. მეორე შრომის უსაფრთხოების პირობების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში პერიოდი 21-23 წლები გაცემულია 4 რეკომენდაცია. ტრადიციულად გაგაცნობთ ვინესწრებას ხდომას, რომ გაგვიადვილდა შემდეგ მუშაობა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ქალბატონი სოფიო დვალიშვილი გენერალური აუდიტორის მოადგილე, ბატონი გიორგი კაპანაძე ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ბატონი თორნიკე შერმადინი ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ბატონი მამუკა გოგოხია წამყვანი აუდიტორი, ქალბატონი სალომე მანჯგალაძე უფროსი აუდიტორი, ქალბატონი ნათია ჩხვირკია აუდიტორი. საქართველოს გარემოსდაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ბატონი ლაშა დოლიძე, როგორც მივხვდი, შემოსულია და მოვა და ბატონი მოადგილე და ბატონი ლევან უჯმაჯორჯე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ბატონი გია ცაგარეიშვილი მინისტრის მოადგილე, ბატონი ბექა ფერაძე შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ქალბატონი მაია მიქაია შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე და ქალბატონი სალომე ჭელიძე სამინისტროს წარმომადგენელი. ტრადიციულად ვინც პირველად არის ჩვენთან, აუდიტი მოგვახსენებს მიგნებებს, რეკომენდაციებს და გვაინტერესებს შემდეგ თქვენი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი მიზანია, რა თქმა უნდა, დეპუტატებს შეუძლიათ ყველა საკითხზე დასვა შეკითხვა, მაგრამ მთავარი მიზანია, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც გაცემულია, იყოს შესრულებული. კარგი, გადავიდეთ შენ მაშინ საკითხზე და თქვენ მარტო ბრძანდებით? თქვენ ელოდებით ვინმეს? მაშინ ჩვენ დავიწყოთ მეორე საკითხით, შრომის უსაფრთხოების პირობების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. ვინ იქნება მოხსენებელი? მოგესალმებით, მომხსენებელი იქნება გიორგი კაპანაძე, ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გთხოვთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მოკლედ წარმოვადგენთ ჩვენი ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის ძირითად შედეგებს. პირველ რიგში ორიოდე სიტყვით სანამ მიგნებებზე გადავალთ, ზოგად ინფორმაციას, мотивაციას მოგახსენებთ. როგორც მოგეხსენებათ, ეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით საკმაოდ ბევრი ადამიანი იღუპება ან განიცდის სამუშაოსთან დაკავშირებულ შემთხვევებს. საქართველოში 2006-15 წლებში იცით, რომ არ მუშაობდა შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობა, არ იყო ქმედითი და რამაც შეაფერხა თავისთავად სისტემის განვითარება, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 2019 წლიდან განსაკუთრებით საქართველოს მიიღო ეს ორგანული კანონი შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოების მხრივ. გაიზარდა ინსპექტირებების რაოდენობა, ბიუჯეტი გაიზარდა, ჩამოყალიბდა შრომის ინსპექცია და მოკლედ სისტემა განვითარდა მნიშვნელოვნად ამ მიმართულებით. თუმცა მიუხედავად მიღწეული პროგრესის, ბუნებრივია სისტემა საკმაოდ ახალი არის, ახალი ჩამოყალიბებული არის და შედეგად უბედური შემთხვევების სიხშირე, შემთხვევების რიცხვი მაღალია ევროპის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ასე რომ გარკვეული мотивация იმისთვის, რომ აუდიტმა ეს საკითხები შეისწავლოს, კიდევ არსებობდა. აუდიტის მიზანი იყო ბუნებრივია, რომ შეგვეფასებინა შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად SIP შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა და გვენახა გაუმჯობესების პოტენციალი. იქიდან გამომდინარე, რომ ეფექტიანობის აუდიტია, აქ ამ ნაწილში რაღაც შესაბამისობის საკითხები არ შეგვისწავლია და ამაზე არ არის საუბარი, რომ რაღაც კანონთან შეუსაბამობები ვნახეთ. უბრალოდ საუბარი არის აქ, რომ უკეთ გამოიყენოს სააგენტო
ამიტომ SIP-მა თავისი რესურსი. ნუ ობიექტი იყო, როგორც თქვით, შრომის ინსპექციის სამსახური და პერიოდიც ბატონმა პატამ ახსენა 21-23 წლები იყო. შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობაში ახლა ძირითადად მათი საქმიანობა მოიცავს სამუშაო სივრცეების რეგულარულ და გეგმურ ინსპექტირებას, არაგეგმურ ინსპექტირებებსაც მოიცავს, განსაკუთრებით მაღალი რისკის სექტორებში, სამუშაო ინციდენტების გამოძიებას და დარღვევების შემთხვევაში გარკვეული სანქციების უფლებამოსილებაც აქვს. ნუ სქემა არის წარმოდგენილი, რომლის შედეგადაც ან რომლის მიხედვითაც პირველადი ინსპექტირების შემდეგ არის ორი შედეგი, ან დარღვევა გამოვლინდა, ან არ გამოვლინდა, თუ გამოვლინდა, შემდეგ არის გარკვეული ქმედებათა ჯაჭვი, რომელსაც ინსპექცია მიყვება, საკმაოდ კომპლექსური პროცესი არის. და შევისწავლეთ ჩვენ ეს პროცესი რამდენად ეფექტიანად და პროდუქტიულად ხორციელდებოდა. ერთ-ერთი შეზღუდვა, რაც მნიშვნელოვანია მაინც რომ მithქვას, არის რომ აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები შრომის უსაფრთხოების ელექტრონული პროგრამის არსებობის და ფუნქციონირების შესახებ, რომლის მეშვეობითაც 2021-22 წლებში ხორციელდებოდა ინსპექციის ძირითადი საქმიანობა. და ამან არ მოგვცა საშუალება რომ დაგვედასტურებინა რისკის შეფასების სისწორე და ვალიდურობა რამდენად ხორციელდებოდა სამინისტროს სააგენტოს მიერ. თვითონ ეხლა ამ აუდიტის შეზღუდვაზე რატო ვაკეთებთ ხაზგასმას, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდებოდა ინსპექტირების სიის ფორმირება და მე ამ სიიდან რისკების დონეების მიხედვით ობიექტების შერჩევა, ეს იყო საკვანძო პროცესი თვითონ შრომის ინსპექციის საქმიანობის და აქედან გამომდინარე ამ სისტემის შესახებ რახან წუნება ვერ მივიღეთ, ვეცადეთ რომ ჩაგვეტარებინა ალტერნატიული პროცედურები, რომელიც მიღებულია აუდიტის პროფესიაში და ამის მეშვეობით გავსულიყავით იმ დასკვნებზე, რომელიც აუდიტის ფარგლებში გავაკეთეთ. ეხლა რაც შეეხება აუდიტის მიგნებებს და რეკომენდაციებს. პირველი ნაწილი არის, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების სათანადო ინსპექტირებისთვის წინაპირობების არსებობა შევისწავლეთ, ანუ შევისწავლეთ ადამიანური რესურსები, მეთოდოლოგია და სისტემურად რამდენად გამართული იყო თვითონ სამსახური. ერთ-ერთი რაც პირველი მიგნება რაც იყო არის, რომ შრომის უსაფრთხოების ინსპექტორთა ოპტიმალური რაოდენობის შეფასება და განაწილება არ ხორციელდება შესამოწმებელი ობიექტების დაფარვის სამიზნე მაჩვენებლების და ქვეყნის სპეციფიკის დეტალური ანალიზის ჭრილში. ანუ ეს რას გულისხმობს, რომ თვითონ ინსპექტორები არ არიან გადანაწილებული რეგიონებში შესამოწმებელი ობიექტების პროპორციულად, ეს მეორე სლაიდზეც იქნება და ასევე რისკის დონეების მიხედვით. ანუ შესამოწმებელი ობიექტების რისკის დონეების მიხედვით. 2023 წელს 2021 წელთან შედარებით 1.3-ჯერ გაიზარდა შრომის უსაფრთხოების ინსპექტორთა რაოდენობა, ხოლო ინსპექტორთა რაოდენობა 3.5-ჯერ ინსპექტირებების რაოდენობა 3.5-ჯერ გაიზარდა, ანუ თითქოს ჩანს რომ ინსპექტირებების რაოდენობა უფრო მეტად არის გაზრდილი, ვიდრე ინსპექტორების რაოდენობა, რაც შეიძლება იმას გულისხმობდეს, რომ ინსპექტორების სამუშაო დატვირთვა იზრდება, ანუ შრომის ინსპექციას მეტი რესურსი ჭირდება იმ საქმიანობისთვის, რასაც ეწევა. თუმცა ეს რიცხვები, ერთი დათქმა არის აქ, რომ ეს რიცხვები მთლად აბსოლუტურად სარწმუნო არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ 2021 წელს მაგალითად შრომის ინსპექტირება კი არის ჩატარებული გარკვეული რიცხვი, მაგრამ ამაში არ შედის ის ინსპექტირებები, რომელსაც მაგალითად შრომის ინსპექტორები ახორციელებდნენ COVID-თან ბრძოლის ფარგლებში, რაც რა თქმა უნდა მათ დატვირთვას გაზრდიდა, თუმცა ეს სტატისტიკაში მოხვედრილი არ არის. ამიტომ შეიძლება ეს პროპორცია ესე დრამატული არ იყოს, როგორც 1.3-ჯერ მატება რაოდენობის და საქმის 3.5-ჯერ. თუმცა ეს მაინც საყურადღებო ტენდენცია არის.
დიახ, ამ სლაიდზე სულ ეს არის და წეღან რაც ვთქვი, რეგიონალური გადანაწილების ამბავში შრომის ინსპექციას აქვს ორი სამსახური, დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთის. თუ შევხედავთ ობიექტების განაწილებას დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოში არის 65,000 და 105,000 ობიექტი შესამოწმებელი ერთეული, ანუ აღმოსავლეთში მეტი არის 105 და 65 არის დასავლეთ საქართველოში, თუმცა ცენტრალურ ოფისში დასაქმებულთა, ანუ თბილისის ოფისში დასაქმებულთა რაოდენობა 54-ია და 12 არის დასავლეთში, ანუ თლად პროპორციულად ეს გადანაწილება არ არის და გარკვეულწილად ამითაც შეიძლება იყოს განპირობებული ის, რომ მაგალითად მთელ რიგ პატარა რეგიონებში შედარებით თბილისი ამოწმებს დიდ ნაწილს და არა დასავლეთ საქართველოს სამსახური, რომელიც უფრო ახლოს არის იდეაში მასთან. მაგალითად აჭარაში 2022 წელს 32% აქვს თბილისში შემოწმებული, თუმცა სამეგრელოზე მოსვანეთში 90 აქვს და იგივე გურიაში 61 და ასე შემდეგ. 2023-თვის ეს პროცენტები ცოტა დაბლა ჩამოდის, ანუ უფრო პროპორციული ხდება, თუმცა ხო, პატარა დისბალანსები მაინც არის და ესიც არის ერთ-ერთი საყურადღებო საკითხი, რომელსაც შეიძლება რომ ინსპექცია მიაქციოს ყურადღება. კიდევ ერთ-ერთი საკითხი, რომელიც იყო და მნიშვნელოვანი საკითხი არის ეს პრიორიტეტული სექტორების გამოვლენის და კომპანიების რისკზე დაფუძნებული შერჩევა. საქართველოს შრომის და დასაქმების პოლიტიკის 19-23 წლების ეროვნულ სტრატეგიაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არ არის განსაზღვრული შრომის ინსპექციის მიერ განსახორციელებელი პრევენციული ან გეგმიური ინსპექტირების დაფარვის სამიზნე მაჩვენებლები. ანუ ეს იმას გულისხმობს, რომ არ ვიცი ზუსტად რამდენი კომპანია უნდა დაიფაროს წლების განმავლობაში, ამის ტარგეტირებული მაჩვენებელი არ არის. 2030 წლისთვის სტრატეგიაში წერია, რომ 1.5% უნდა იყოს დაფარული მთლიანი შესამოწმებელი ობიექტების, თუმცა აქ არის გარკვეული გამოწვევები, რომელიც არ ეხება მარტო შრომის ინსპექციას, მაგალითად ის, რომ თვითონ ბიზნეს ოპერატორები შესახებ კარგი ზუსტი და მაღალი ხარისხის ინფორმაცია არ არის, ანუ მარტივად რო ვთქვა, რამდენი კომპანია რომელ სექტორში საქმიანობს, ესიც საკმაოდ იოლად დასახარისხებელი საქმე არ არის. აი აქ ეხლა ჩვენ გრაფიკში რაც გვაქვს რამდენიმე ბაზა დავამუშავეთ, რო გვენახა ეს მონაცემები. დაახლოებით იგივე მონაცემები აქვს შრომის ინსპექციასაც, თუმცა ისინი თავის მიზნებისთვის ამუშავებენ ამ ბაზებს. მაგალითად, დაბალი რისკი არის 18,000 კომპანია, მერე საშუალო რისკში 100,500 და ასე შემდეგ. ყველაზე მაღალ რისკში არის 13,527 კომპანია. აქედან წესით უნდა იყოს გამოთვლილი დაუშვათ რისკის დონეების მიხედვით, რამდენი კომპანია რომელი რისკის დონეში უნდა დაიფაროს. ჩვენ შემთხვევაში მთლიანად ჯამურად თუ შევხედავთ, სულ 170,000 1000-ზე მეტი კომპანია ყავს ბიზნეს რეესტრის, რომელიც შეიძლება რომ პოტენციურად იყოს შემოწმების ობიექტი. აქედან 2022 წელს გეგმიურად შემოწმდა 979 და 2023-ში შემოწმდა 1573. ნუ საკმაოდ გაზრდილი არის შემოწმების რიცხვი, ხო? თუმცა მაინც და მაინც ახლა დაფარვის მაჩვენებელს თუ შევხედავთ მთლიანად ჯამურად დაფარვის მაჩვენებელს, მაღალი არ არის, ჯერობით დაახლოებით 1% არის სულ. როგორც ვთქვით, 2023-თვის SDG-ების, ანუ ამ გლობალური მიზნების განვითარების მიზნებისგან გამომდინარე, ჩვენ გვინდა რომ 1.5% დავფაროთ საქართველოში. თუმცა ერთი საკითხია დაფარვა და მეორე საკითხია, რა თქმა უნდა, ამ დაფარულებიდან ისეთი კომპანიების შემოწმება, რომელიც მართლაც ყველაზე მაღალი რისკის არიან, იმიტომ რომ ბუნებრივია ინსპექტირების რესურსი ახლა ყველაფერს ვერ გაწუდება. რაც შეეხება თვითონ რისკების სექტორებს, ჩვენ შევხედეთ ერთ-ერთი ძირითადი შერჩევის კრიტერიუმი, რომელიც გამოიყენება ამ რისკების შესარჩევად, არის სხვადასხვა პარამეტრები, მაგალითად დაშავებულების რაოდენობა, ინციდენტები, წინა გამოცდილება შემოწმებების და ასე შემდეგ. ნუ სექტორების რისკიანობაც, რა თქმა უნდა.
თუმცა ჩვენ რომ მხოლოდ სექტორების ანუ დაშავების რაოდენობას თუ შევხედავთ, მაგალითად 2022 წელს სექტორები ყველაზე მაღალი ინციდენტების რაოდენობით პირველ ადგილზე არის წარმოება, მერე მშენებლობა არის, მერე ვაჭრობა არის და ასე შემდეგ. სექტორები ყველაზე მაღალი რაოდენობის შერჩევით, ანუ ინსპექტირებამ რა სექტორები შეარჩია, ხო? წარმოება, მშენებლობა ემთხვევა, მაგრამ მესამეში განთავსება არის შემოწმებული, ვაჭრობა გვაქვს. ასევე 23-შიც წარმოება, ვაჭრობა, მშენებლობა, წარმოება, სამთო მოპოვება. ჩვენ არ გულისხმობთ ახლა რომ ესენი ერთ-ერთი უნდა მისდევს ეს ერთმანეთს, რა თქმა უნდა, არა, ინსპექტირება იყენებს, ინსპექციის სამსახური იყენებს უფრო მეტ მონაცემს, უფრო მეტ პარამეტრს იყენებს და ალბათ თავის ჯელობასაც იყენებს ამაზე, თუმცა იქიდან გამომდინარე ახლა რაზეც აუდიტის შეზღუდვაზე, რაზეც ვისაუბრეთ, წეგან დასაწყისში უფრო სწორად ამის ზუსტი მიკვლევადობა არ არსებობს, ანუ აუდიტის კვალი არ არის, რომ ეს შევისწავლოთ დაუშვათ რა გზით მივიდა ინსპექცია ამ შერჩევამდე და შესაბამისად პატარა გადახრები, ასე ვთქვათ, გამოვლინდა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამას რაღაცა ან არაობიექტურობის სახე აქვს, ან კანონი დაირღვა, ან ასე შემდეგ, ეს საკითხები მოხსნილი არის საერთოდ დღის წესრიგიდან, უბრალოდ ვამბობთ, რომ რისკის შეფასება ხო არ შეიძლება უკეთესი იყოს, გაუმჯობესდეს, იმიტომ რომ რაღაც ინდიკატორები არის, რომ დაუშვათ ყველა სექტორი და ყველა სტატისტიკა არ არის თანმიმდევრულად გათვალისწინებული ამ შერჩევის პროცესში. და მაგალითად იგივე საკითხი გაგრძელება არის, ეს არის მოცემული 2022 და 23 წლის ინსპექტირების გეგმის მიხედვით შემოწმებული კომპანიები. მაგალითად პირველი არის ყველაზე დაბალი რისკი, მეორე არის საშუალო რისკი, მერე არის მაღალი და ასე შემდეგ. ხუთი არის ყველაზე მაღალი. მაგალითად 2022 წლის ინსპექტირების გეგმას თუ შეხედავთ, რომელიც ლურჯი სვეტებით გვაქვს გრაფიკზე მოცემული, 150 არის საშუალო რისკში შემოწმებული, მაღალში არის 366, მერე 122 და 328. და ჩვენ გაგვიჩნდა ესეთი აზრი, რომ თუ განსაკუთრებით მაღალი მაგალითად მეხუთე არის, ხო, ყველაზე მაღალი რისკის მქონე არის, მესამეც დაახლოებით იგივე რაოდენობა, ცოტა მეტი არის კიდე შემოწმებული მესამე სექტორიდან, ვიდრე ყველაზე მაღალი რისკიდან. ანუ აქაც თითქოს ჩანს, რომ თლათ რისკის შეფასება შეიძლება რაღაცნაირად ოპტიმალური არ იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, არის ამაზე არგუმენტები და ალბათ ინსპექციაც თავის დროზე როცა დისკუსია ჰქონდა მაშინაც გვითხრეს და ეხლაც ალბათ შეიძლება რომ გაჟღერდეს ეს არგუმენტი, რომ მაგალითად თვითონ ობიექტების რაოდენობასაც თუ შევხედავთ, ხომ, მესამე, აი ეს მაღალი რო არის, მესამე სტრიქონი, ყველაზე მეტი ობიექტი მაღალ რისკიანებიდან არის მესამეში, ხო, 38000 არის 22-ში და 23-ში კიდე ცოტა მეტი არის, თითქმის 40000, 39611 და შესაბამისად მეოთხე სექტორში, რომელიც უფრო მეტ რისკიანია, ცოტა კომპანია არის და გვეუბნებიან, რომ დაუშვათ პროპორციულად იქიდან ბუნებრივია მეტი შეირჩეოდა. თუმცა პროცენტულ დაფარვასაც თუ შევხედავთ, აი დაფარვას პროცენტულ სექტორების მიხედვით, ხო, ზოგან 1%-ია დაფარული, ზოგან 20, ზოგან 2.5. შესაბამისად ეს რიცხვებიც საკმაოდ ტახტის, ასე ვთქვათ, განშლა ახლოს არ არის. და ეს არის ახლა აქ რაღაცა ისეთი იმპერატიულ მტკიცებას აუდიტი ვერ განავითარებს და მსჯელობას, თუმცა არის ალბათ შესაძლებლობა იმის, რომ ეს რისკის შეფასების და ობიექტების შერჩევის პროცესი გახდეს უფრო უკეთესი. ხო, ზირთადად ეს იყო, სამი საკითხი იყო აქ, მესამე საკითხში რეკომენდაციები არ ქონია და შესაბამისად თავს აღარ შეგაწყენთ, იქ აჩვენებს, რომ ინსპექციის საქმიანობის შედეგად რეკომენდაციების, გაცემული რეკომენდაციების შესრულების წილი იზრდება და შესაბამისად სიტუაცია უმჯობესდება, პოზიტიური ტრენდი არის მესამე მიგნებაში. თუმცა რეკომენდაციებს რო დაუბრუნდეთ, 4 რეკომენდაცია არის სულ, პირველი არის, რომ ინსპექტირების პროცესის მოთხოვნებთან ადამიანური რესურსების რაოდენობისა და განაწილების უკეთ მისადაგების მიზნით სიბ შრომის ინსპექციის სამსახურმა უზრუნველყოს ინსპექტორთა რაოდენობის ეტაპობრივი ზრდის პარალელურად ახალი თანამშრომლების რეგიონულ სამმართველოებში გადანაწილება შესამოწმებელი ობიექტების რაოდენობის პროპორციულად მათი სექტორული და რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინებით. ეს ერთი არის. მეორე რეკომენდაცია შრომის უსაფრთხოების პრევენციული პოლიტიკის ეფექტიანობის გაუმჯობესების
მიზნით ციფ შრომის ინსპექციის სამსახურმა განსაზღვროს გეგმიური ინსპექტირების დაფარვის მიზნობრივი მაჩვენებლები და უზრუნველყოს მათი ინიციირება სამინისტროს სტრატეგიაში. მესამე არის შესამოწმებელი ბიზნეს სუბიექტების სიმრავლის შესახებ ინფორმაციის ხარისხისა და დროულობის გაუმჯობესების მიზნით ციფ შრომის ინსპექციის სამსახურმა განიხილოს მოქმედი ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების განვითარების შესაძლებლობები, მათ შორის გაერთიანებული ბაზის ფორმატის ველების და მართი გაერთიანებისთვის საჭირო პროცედურების ჩათვლით და მეოთხე გეგმური ინსპექტირებისთვის ყველაზე რელევანტური ობიექტების იდენტიფიცირების მიზნით ციფ შრომის ინსპექციის სამსახურმა შეიმუშაოს ფორმალური პროცედურა ან მეთოდური ინსტრუქცია, შესაძლოა ეს იყოს ელექტრონული პროგრამის სახით, რომელიც შერჩევისას პროფესიულ მსჯელობასთან ერთად უზრუნველყოფს შერჩევის კრიტერიუმების თანმიმდევრულ და ეფექტიან გამოყენებას, გადაწყვეტილებების გარკვეული ნაწილის ავტომატიზაციას და დოკუმენტირების მეშვეობით. ანუ აუდიტის კვალის შენარჩუნების გზით. რაც შეეხება რეკომენდაციების და თანამშრომლობის ნაწილს, ჩვენ შრომის ინსპექციის სამსახურთან საკმაოდ ნაყოფიერი და შრომატევადი პროცესი ჰქონდა კომუნიკაციის ნაწილში, ჰქონდა კარგი კომუნიკაცია, მე ვიტყოდი, ეს რეკომენდაციები შეთანხმებული არის და მიღებული გვაქვს სამოქმედო გეგმა ჩვენი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლითაც უკვე მივადევნებთ თვალყურს ამ რეკომენდაციების განხორციელების სტატუსს. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა. როგორც მივხვდი, თანამშრომლობთ და მოცემული აქვს პროგრამა ამ რეკომენდაციების გამოსწორების, ხო? ბატონო გიორგი. დიახ. კარგი. აუდიტთან თუ არ არის შეკითხვა, გადავიდეთ სამინისტრო. თუ გააქვთ რაიმე შეკითხვა თვითონ აუდიტ. კარგი. ბატონო გია, შეგიძლია ვისაც ჩათვლით საჭიროთ, მივყვეთ რეკომენდაციების მიხედვით, რომ კი ბატონო, მე მოკლედ შესავალ სიტყვას გავაკეთებ და შემდეგ ბატონ ბექას გადავცემ სიტყვას. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მადლობა კომიტეტს და რა თქმა უნდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ იგნებებისთვის, რაც ასახულია ეფექტიანობის აუდიტში. მე მოგახსენებთ, რომ გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის სამსახური ობიექტების შერჩევის დროს ეყრდნობოდა სწორედ ქვეყანაში არსებულ იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ახორციელებენ ობიექტების რეგისტრაციას, ეს არის საქსტატი, საჯარო რეესტრი, შემოსავლების სამსახური. ამასთანავე ობიექტების კრიტერიუმები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის ნომერ 80-ზე დადგენილებით ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის მეთოდებისა და რისკების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ. რაც შეეხება შრომის ინსპექციის სამსახურის ინსპექტორთა რაოდენობის დას, აღნიშნულიც მიმდინარე წელს გაიზარდა, ანუ წელს ჩვენ გადავდგით ამ მიმართულებით ძალიან აქტიური ნაბიჯი და ამჟამად 190 საშტატო ერთეულით არის წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შრომის ინსპექციის სამსახურის ინიციატივით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2021 წელს ინსპექციაში არსებობდა ერთიანი ელექტრონული სისტემა და ამაზე იყო საუბარი ეფექტიანობის აუდიტში, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა ინსპექტირების პროცესის დაგეგმვა. რაც შეეხება განახლებულ ელექტრონულ ბაზას, ინსპექცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობს სამინისტროს ერთ-ერთ ციფთან, ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოსთან. მოგეხსენებათ, რომ ეს საკმაოდ ბრჭყალებში ძვირი სიამოვნება არის. მოდით ყველაფერს თავისი სახელი რო დავარქვათ და ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ჩვენ ძალისხმევა უნდა გავწიოთ, მთლიანად უნდა შეიცვალოს ეს ელექტრონული სისტემა, რომლითაც აქამდე სარგებლობდა ინსპექცია. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა ჩამოყალიბებული და წარდგენილი უკვე და ვფიქრობთ მომავალ წელს გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგმული იქნება, რომ ახალი ელექტრონული სისტემა შევიმუშაოთ, ამაზე სრულად გადაეწყოს ინსპექცია, ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ მიგრებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. დეტალებზე, რაც შეეხება იმ 4 რეკომენდაციას, მათი შესრულების მიმდინარეობაზე დაწვრილებით მოგახსენებთ ბატონი ბექა. მადლობა. ან კოლეგები ჩვენი. თუ შეკითხვა არის, გთხოვთ ბატონო ნებავთ ზანთ. მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი თემა იხილება დღეს და
მე წეხან კითხვა მინდოდა აუდიტთან და მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ბექას მოусმინეთ ის ლეურ ანგარიშზე, იქ ქონდა ციფრები, რომ შედარება რა იყო ადრე და რა იყო დღეს ინსპექტირებაში და როგორი დინამიკა არის ამ მიმართულებით. ეს არის ძალიან მზარდი დინამიკა და მინდა მადლობა უთხრა იმ კოლექტივს, რომლებიც ამაზე მუშაობენ. ეხლა ჩვენ აქ გამომახვილეთ აუდიტმა გამომახვილა ყურადღება ინსპექტირების რაოდენობაზე. თუმცა რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დამოკიდებულია კიდევ სხვა, რომელზედაც ბატონმა გიამი საუბრა და ალბათ ეს ყოველწლიურად რაც საშუალება ექნება ბიუჯეტს, გაიზრდება, მაგრამ ამ ხარისხია და ხარისხიანად ნამდვილად არის, იმიტომ რომ შედარება არ არის, ნუ არც მინდა ციფრები მოვიყვანო, რაც იყო ადრე და რაც ყოველწლიურად იზრდება ის შედეგები და ის უბედური შემთხვევები ძალიან მინიმუმზეა დააყვანილი და ეს არის მათი დიდი შრომით. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ელექტრონული სისტემის პროგრამირება ეს მართლაც არ არის. ტექნოლოგია მიდის წინ და ჩვენ ვიძულებული ვართ ყოველწლიურად, თითქმის ყოველწლიურად ძალიან ახალი პროგრამები ვაკეთოთ, ამიტომ ეს ბატონ გიამაც თქვა, რომ არ არის ეს ძალიან რთული სიამოვნება, ძვირი სიამოვნება და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ ეს პროგრამების გაკეთება, იმიტომ რომ თვალსაჩინოდ იქნება და ყველაფერი მარტივად თქვენთვისაც და ჩვენთვისაც, რომ ყველაფერი ვნახოთ კარგად და მშვენივრად. ამიტომ მე გისურვებ წარმატებებს და ეს რეკომენდაციები რაც არის შეძლებს დაგვარად ალბათ გამოვასწორებ და იქნება წისვლა კიდევ უფრო მეტი. მადლობა. ბატონ ილიას და შემდეგ ხალბატონი რე. მოგესალმებით, დიდი მადლობა, საინტერესო თემა და მიმართულება. წარმატებას გისურვებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურის გავლაში და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ახალი პროგრამული უზრუნველყოფა. თქვენ ხაზი გაუსვით, რომ ამას ნამდვილად ძვირი სიამოვნება, რაღაცა დროც დაჭირდება, უბრალოდ მინდა დავაზუსტო. ეს ახალი მონიტორინგის ახალი სისტემა, რომელზეც ფიქრობთ და რომელიც იგეგმება, რომ გაეშვას. რა ვადებში ფიქრობთ, რომ დამთავრდება, დაახლოებითი ვადები თუ გაქვთ და თუ არის ამ ელექტრონული მოწყობის პროგრამაში თუ შეამცირებს ეს სპეციალისტების რაოდენობას, მათ სამსახურს თუ გაუადვილებს სამუშაოდ მონიტორინგისთვის. აი ეს თუ არის გათვალისწინებული ამ პროექტში, რომელზეც თქვენ მუშაობთ. და რა თქმა უნდა, ვადებიც კიდევ ერთხელ თუ გაქვთ. მადლობა. ხალბატონი რიმა, ბატონი საზე. მოგესალმებით. როგორც აქ აღნიშნეთ, ჩემმა კოლეგებმა აღნიშნული საკითხი არის მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო. ჩვენ არაერთგზის მოგვისმენია შრომის ინსპექციის სამსახურის ანგარიში ჯანდაცვის კომისიის ხდომაზე, კომიტეტის ხდომაზე და ყოველთვის მქონდა ის ობიექტური და მნიშვნელოვანი შეკითხვები და შეფასებები, რომელიც ამ დარგის განვითარებისათვის არის მეტად მნიშვნელოვანი. მე პირადად მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ბექას და ჯანდაცვის სამინისტროს კურატორს და ზოგადად სამინისტროს გაწეული მუშაობისათვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი და მნიშვნელოვანი მიმართულება განხორციელდა, როცა ეს სამსახური ჩამოყალიბდა, თუმცა ხა გვაქვს ძალიან სერიოზული შენიშვნები, რომელიც აუდიტმა თავის რეკომენდაციაში გამოყო. მიუხედავად იმისა, რომ შრომით ინსპექციას გააჩნია გარკვეული როლი შრომის უსაფრთხოების განვითარებაში და მისი პირობების ხელშეწყობაში, ჩვენ მაინც გვაქვს აქმოცემულია ციფრები, რომ 1546 კაცია დაშავებული და ნორმების უსაფრთხოების დარღვევის გამო გარდაცვლილია 259 ადამიანი. თუმცა ამ მიმართულებითაც ითქვა რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოხდეს დარგის შემდგომი განვითარება. მე მაინტერესებს ბატონო ბექა, იქნებ გვიპასუხოთ, რომ რა არის ის ძირითადი კრიტერიუმი, რომლითაც თქვენ ფიქრობთ, რომ მინიმუმამდე იქნას ეს საკითხი მოგვარებული და ჩვენ არ გქონდეს არც ერთი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევა, იმიტომ რომ ყველაფერი აგებულია მაინც შრომის უსაფრთხოებაზე, თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ ამ მიმართულებით და როგორ შეიძლება, რომ აი ამ კუთხით ჩვენ გქონდეს მაქსიმალურად ნაკლები გარდაცვალების და დაშავების ფაქტები. მადლობა. ბატონო საზა, ერთი წუთით სანამ მცანებთ ბატონ ლადოს დაბადების დღე და თქვენის ნებართვით მინდა მიულოცო. გთხოვთ ბატონო საზა. მოგესალმებით უერთები მეც მოლოცვებს, მოგესალმებით ბატონო პალატა, მივესალმებით ჩვენს კოლეგებს, სამინისტროების წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა აუდიტის სამსახურს, რომელსაც როგორც სრულად და მასშტაბურად წარმოადგენს მათი
შემოწმების მაჩვენებლები. დიდი მადლობა ამ ინფორმაციისათვის, მაგრამ ისევ სურვილი დავიწყებდი ბატონო პაატა, ჩვენ ახლა დღეს უსმენთ შრომის ინსპექციის 2021-23 წლების შემოწმების ინფორმაციას და მე მაინც სურვილს გამოვთქვამდი, რომ მაქსიმალურად აუდიტორის სამსახურის შემოწმების შემდეგ რაც შეიძლება მალე იყოს ეს საკითხი განხილული პარლამენტში აქ, რათა დროულად მოვახდინოთ რეაგირება, დროულად მოვახდინოთ იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელსაც თქვენ წერთ და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და დარწმუნებულია, რომ ალბათ დროებში უფრო დაჩქარებულად მოხდება ეს. რაც შეეხება შემოწმებას, პირველი გაუსვამდი ხაზს მოიცავს 2021-23 წლებს, აქედან პრაქტიკულად ალბათ წელიწადნახევარი ეს არის COVID პანდემიის პერიოდი, ამიტომ ჩემთვის გასაგებია ის რაოდენობა, სადაც იქნა შენიშვნები მიცემული შემოწმების რაოდენობაზე, ასევე აღნიშნო მინდა, რომ ძალიან ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა 2018-2023 წლებში უბედური შემთხვევების რაოდენობით, მაგრამ ნამდვილად COVID პანდემიის დასრულების შემდეგ დარწმუნებული ვარ სამინისტრომ ბატონი ბექას ხელმძღვანელობით შრომის ინსპექციამ სათანადო სამუშაო გასწია, რათა იმ 2023 წელს თორსტები ორჯერ ნაკლები უბედური შემთხვევა ჰქონდა ობიექტებზე. ეს ნამდვილად მისასალმებელი. არ შეიძლება მხარი არ დაუჭირო, რომ არაპროპორციულ გადანაწილებას, რაც ხდება ინსპექტორებთან დაკავშირებით, თქვენ ბრძანეთ თორსტები 105,000 ობიექტი აღმოსავლეთში და 60,000-მდე დასავლეთში, მაგრამ 4-ჯერ მეტი არის ინსპექტორი აღმოსავლეთში და ალბათ ამაზე ერთობლივად უნდა იმუშაოს სამინისტრომ და შრომის ინსპექციამ, რათა ადეკვატურად მოხდეს სამუშაო რესურსების და ჩვენი შემოწმებლების რაოდენობის გადანაწილება. ალბათ განსაკუთრებით ეს იმერეთს, აჭარას და ასე შემდეგ ეხება. მე გამოვთქვამ იმედს ასევე, რომ ის თანამშრომლები, რომელიც გადიან სათანადო კვალიფიკაციას, მუდმივად გაივლიან სწავლებას, რათა მუდმივად იცვლება ტექნოლოგიური პროცესები და რათა თქვენმა თანამშრომლებმა ადეკვატურად შეაფასონ და რა თქმა უნდა დავეთანხმო იმ შენიშვნებს, რაც კომპიუტერულ აღრიცხვას და ინტერნეტიზაციას და მაქსიმალურ ინფორმაციას მოიცავს შრომის ინსპექციის დარწმუნებული ვარ, ალბათ 24-25-ში ბატონო ბექა თქვენ ბევრი რამ გააკეთეთ ამ მიმართულებით. ასევე უნდა ვთქვა, რომ 2030 წლისთვის საპროგნოზო მაჩვენებელი იყო 1.5% დაფარული შემოწმების პროცენტულობა, ალბათ აქაც თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, რომელიც ერთ-ერთი მაღალია ევროპასა და მსოფლიოში, ალბათ ამ 1.5%-დან შეიძლება შევიტანოთ შესწორებები და ავიდეთ 2-2.5%-ზე, იმიტომ რომ ალბათ 1 და 1.5% საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ იმედია, რომ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. დიდი მადლობა. მოკლედ ეს შეკითხვები მეტი არ არის, როგორც ხდები. მაშინ რადგან გავუსწარით რეკომენდაციების გაყოლა, ჩვენ უკვე აუდიტმა გვითხრა, რომ გეგმა წარდგენილი გაქვთ და ამიტომ დავანებოთ თავი, გადავიდეთ პირდაპირ პასუხებს. ხო ბატონო. ხო, ერთი რემარკისთვის, ესე იგი, რომ იცოდეს აქ შეკრებილმა საზოგადოებამ, წელს ჩვენ უпростоრეთ 24 წელს 23 წელთან შედარებით 50%-იანი კლება გვაქვს ფატალური შემთხვევების მიმართულებით და 25-ში ბევრად უკეთეს შედეგს ველოდებით, რაც გვაქვს ახლა მონაცემები, მასზე დაყნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სამსახური ეფექტურად მუშაობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის არის რაღაც გარკვეული სტომილება ინსპექციების და ინსპექტორთა, მათ შორის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ამგვარი შედეგები გვაქვს, ეს ხილულია, ეს ზედაპირზე დევს და ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს მიმართულება ახლად მიხადგმულია საქართველოში, მოდით რეალობას თვალი გავუსწოროთ, ახლაც ჩამოყალიბების სტადიაზეა, დაკომპლექტებულია ამბიციური
ეფექტური ადამიანებით, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ შრომის უსაფრთხოება დაცული იყოს ქვეყანაში, შრომის უფლებები არ იყოს დარღვეული ქვეყანაში. გვაქვს უამრავი შემთხვევა, რომელზეც გვიწევს რეაგირება მყისიერი, საქართველოს ნებისმიერ წერტილში და ვერ მეტყვით და ვერავინ ვერ იტყვის ვერცეთ შემთხვევას, როცა ინსპექციამ დააგვიანა ან ობიექტზე გასვლა, ან მყისიერი რეაგირება არ მოახდინა, ან უფლებების დარღვევის ნაწილზე, ან უსაფრთხოების მიმართულებით რაიმეზე თვალი დახუჭა. ასეთი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამსახურის განვითარება მომავალშიც გაგრძელდება საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის დახმარებით, რა თქმა უნდა, და ვფიქრობ, რომ ეს აუდიტის სამსახურის ეს მიგნებები, რა თქმა უნდა, სამსახურის ინსპექციის მუშაობის ეფექტურობაში ძალიან წაგვადგება და გადმოგვემინებს ბევრ ნაბის წინ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ბატონო ბექა, როგორც შევთანხმდით, მაშინ გადავიდეთ შეკითხვებს. მოგესალმებით, ბატონ თავმჯდომარე, პატრიციებულ პარლამენტის წევრებო. ბატონ ლადო სულოცავ განსაკუთრებულად დაბადების დღეს. მოგახსენებთ თითოეული რეკომენდაციასთან დაკავშირებით მოკლედ პოზიციას. აუდიტის სამსახურმა აღნიშნა და ნამდვილად უნდა გაუსვა ხაზი მეც, რომ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა შემოწმება და ფაქტობრივად ესეთი მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა. შეჯერებული ვართ 4 რეკომენდაციაზე. იქ არის ელემენტარული რაღაც საკითხები, რომლებზეც დისკუსია გრძელდება, ბუნებრივია და მომავალშიც გაგრძელდება. შესაბამის პროგრამაში გაწერილია 4 რეკომენდაციის შესრულების შესაბამისი ინდიკატორი და მაჩვენებელი კონკრეტული დროის გათვალისწინებით რა პერიოდში რა უნდა გაკეთდეს. ამიტომ ამაზე ფაქტობრივად ჩვენ შეჯერებული ვართ, რამდენიმე კომენტარს გავაკეთებდი, რომლებიც დეპუტატების მიერ იქნა დასმული. პროგრამის ვადა, რომელზეც საუბარი არის, ეს არის 2028-ისთვის უნდა იყოს დასრულებული. საკმაოდ მასშტაბური პროგრამა არის 2021 წლამდე. ასეთ ტიპის პროგრამა ჩვენ გქონდა, თუმცა გარკვეული ტექნოლოგიური რისკებიდან გამომდინარე იქნა მიზანშეწონილად ჩათვლილი, რომ გაუქმებული იყო აღნიშნული პროგრამა კიბერუსაფრთხოებიდან გამომდინარე და დავიწყეთ ახალ პროგრამაზე მუშაობა, თუმცა როგორც აქ აღინიშნა საკმაოდ მოცულობითია და ფინანსურად საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი, ამიტომ 2028 წლამდე 26-ის ბოლოსაც მაქვს უკვე იმედი, რომ დასრულებული იქნება პროგრამაზე მუშაობა. ეს პროგრამა არ არის გარე გამოყენებისთვის, შიდა პროგრამაზე არის საუბარი, რომელიც შესაძლებელია, რომ გარკვეული სისხარტე ინსპექტირების პროცესში შემატოს, მაგრამ ეს აბსოლუტურად ჩანაცვლებით ბუნებრივია ვერ ჩაანაცვლებს ინსპექტორს. ეს არის შიდა პროგრამა, რომელიც უფრო ელექტრონულად მარტივად გახდის შერჩევის კრიტერიუმებს იდენტიფიცირებას აუდიტის სამსახურისთვის. თუმცა აქაც უნდა აღინიშნოს და ჩვენ აუდიტის სამსახურს ვაჩვენეთ კიდევაც, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია არის ყველაზე მეტად ავტორიტეტული ორგანო ამ სფეროში და მათი რეკომენდაცია საერთოდ არის, რომ არავითარი კრიტერიუმი არ უნდა არსებობდეს, უნდა ჰქონდეს უპირობო მანდატი, როგორც ეს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს შრომის ინსპექციის სამსახურს, რომ ნებისმიერი ობიექტი ნებისმიერ დროს უნდა მოწვდებოდეს საჭიროების შესაბამისად. ჩვენ მთავრობის დადგენილებით გვაქვს გარკვეული კრიტერიუმები, ამ კრიტერიუმებმა წარმოშვა შემდგომ უკვე დამატებითი კითხვები, თუმცა შეჯერებული ვართ ამ მიმართულებით. რაც შეეხება ხალხთან რიმას კითხვას, აქ 50%-ით ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, რომ 50% არის შემცირებული ფატალური უბედური შემთხვევების მაჩვენებელი, რო შევადაროთ 23-24 წლების მაჩვენებელი. ჩვენ გვქონდა აუდიტის სამსახურთან ამ საკითხზე მსჯელობა, არ ვიცი, მაინდა-მაინც რელევანტურად მე არ მიმაჩნია ევროკავშირის ქვეყნებთან შედარება იმ კუთხით, როდესაც ეკონომიკურად ჩვენ ქვეყანაში კარგად მოგეხსენებათ ეკონომიკური ზრდა რა ტემპით გვაქვს და ინფრასტრუქტურული და მშენებარე ობიექტების რა ოდენობა არსებობს ჩვენ ქვეყანაში იმ დროს, როდესაც ევროკავშირის ბევრ ქვეყნებში ასეთი მასშტაბით არ არის სამშენებლო ობიექტები. ალბათ უფრო რელევანტური იქნებოდა მაშინ შევადაროთ, როდესაც ევროკავშირში ის ბუმი იყო სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში არის და აი ამ პერიოდს თუ შევადარებთ, ნახავთ, რომ ფაქტობრივად შედეგები არის ძალიან კარგი მაჩვენებელი, მაგრამ დღეს მდგომარეობით იმ მოდენობის პროექტები მაღალი რისკის სექტორში
არ არის იმ ქვეყნებში, სადაც შედარებული არის ფატალური შემთხვევების მაჩვენებელი. გარდა ამისა, 1500-ზე მეტი იყო ნახსენები. აქ ხაზი უნდა გაისვას, რას ნიშნავს ეს ციფრი. 2018 წლამდე არ არსებობდა ქვეყანაში ზუსტი შემგროვებელი ორგანიზაცია, რომელიც აღრიცხავდა ყველა ინციდენტს სამუშაო ადგილზე. 2018 წლიდან ჩვენ დავიწყეთ მაგალითად მარტივად რო ვთქვათ, თითით თუ გაიჭრა ადამიანმა სამუშაო ადგილზე, ესეც კი ჩვენ სტატისტიკაში შედის. ამიტომ 2018 წლიდან ეს მაჩვენებელი თითქოს და ერთი შეხედვით გაიზარდა. ამ დროს კი არ გაიზარდა სტატისტიკური დამუშავების აღრიცხვიანობა გაუმჯობესდა. მანამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც თუ სისხლისამართლებრივი დევნა არ დაიწყებოდა რომელიმე საკითხზე, ეს კალკულაციაში თავიანთი მიზნებისთვის აკეთებდნენ ისინი. ამიტომ ეს ციფრები არის ზუსტი აღრიცხვიანობის შესაბამისად მოცემული. ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც 100 წელზე მეტი არსებობს შრომის ინსპექციის სამსახურები, ნულოვანი სტატისტიკა სამწუხაროდ არც ერთ ქვეყანაში არ არის. აქსიომა არსებობს შრომის უსაფრთხოებაში, რომ რისკი სამუშაო ადგილზე მუდმივად იქნება. ამიტომ ჩვენი მიზანი იქნება, რომ გავაუმჯობესოთ და ეს შედეგები, რომელიც წარმოადგენელია დროის მოკლე პერიოდში კიდევ უფრო გავზარდოთ. და რაც შეეხება ინსპექტორების სიმცირეს, ეს ცხადია დამოკიდებული არის ინსპექტორთა რაოდენობაზე. ის მოცემულობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამით ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურს ვაკეთებთ, თუმცა ვიზიარებთ აუდიტის რეკომენდაციას, რომ სტატისტიკურად წლიდან წლამდე ჩვენი მიზანიცაა, რომ გავაუმჯობესოთ და გავზარდოთ ოდენობა. ეს ინსპექტორზე დამატებით ობიექტს ნიშნავს და თუ ამის შესაძლებლობა იქნება და წელს უკვე ამის შესაძლებლობა იყო, გავზარდეთ ინსპექტორთა ოდენობა, წლიდან წლამდე გაიზრდება მაჩვენებელი, რომ მეტი ობიექტი იყოს დაფარული. სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა ბატონმა ზაზამ, ბატონმა ვიჟანმა უკვე აღნიშნეს და ფაქტობრივად ვიზიარებთ ყველა იმ პათოს, რომელიც აღნიშნული იყო. დიდი მადლობა. ბატონ ილიას სულს დაზუსტება გთხოვთ. დიდი მადლობა. მადლობა ასეთი ამოწურავი პასუხისთვის, თუმცა ერთი მომენტი მინდა დავაზუსტო ისევ ამ პროგრამირებასთან დაკავშირებით და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. თუ გვაქვს ჩვენ რამე ურთიერთობა ევროკავშირის რომელიმე ქვეყანასთან, რა სტანდარტები არის იქ, რა გამოცდილება აქვთ მათ დაგროვებული და რამდენად ამას ჩვენ ვითვალისწინებთ და როგორ ფიქრობთ, რომელი ქვეყნის გამოცდილება იქნება ჩვენთვის ყველაზე უფრო ახლო და მორგებული, რომ მომავლისთვის, სამომავლოდ მათთან ინტეგრაცია სტანდარტები არ იყოს ძალიან აცდენილი ჩვენს ამ პროგრამულ უზრუნველყოფაში. დიდი მადლობა. ცხადია, ურთიერთობა გვაქვს ჩვენ რამდენიმე წლის წინ გავხდით შრომის ინსპექციის ასოციაციის წევრი ქვეყანა, პირველად მოხდა ეს შრომის ინსპექციის არსებობის ისტორიაში ქვეყანაში და ამიტომ ყველა წევრი ქვეყანასთან ურთიერთობა გვაქვს. უნივერსალური პროგრამა ესეთი არ არსებობს. ეს პროგრამა, რომელიც ჩვენ როგორც უკვე აღნიშნეთ, გქონდა და ფაქტობრივად ტექნიკური დავალება ამის არსებობს, რას უნდა მოიცავდეს. იდენტურ მოდელს ვერ განმოვიღებთ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნიდან, იმიტომ რომ შრომის ინსპექცია დღეს 5 კანონის და ათეულობით ტექნიკური რეგლამენტის აღმასრულებელია, ამიტომ ეს რეგლამენტები უნდა იყოს ინტეგრირებული ამ პროცესში, თუმცა იდენტური არის ფაქტობრივად ძირითადი მიმართულებები ამ პროგრამის, რაც არის რამდენიმე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. იყო ერთ-ერთი პრაქტიკა თქვენ, რასაც ახლა ბრძანებთ, უფრო რელევანტური რომ იყოს ზოგადად ინსპექტორთა ოდენობა არც ერთ ქვეყანაში არ არის ათეულობით 1000. იმიტომ რომ შრომის ინსპექციას აქვს უპირობო დაშვების მანდატი დღეღამის ნებისმიერ დროს შეამოწმოს ნებისმიერი ბიზნეს ობიექტი. ამის საპირწონედ კომპანიებს აქვთ ვალდებულება, რომ ყავდეს უსაფრთხოების სპეციალისტი და ის თავად ზრუნავდეს არსებული საფრთხეებისა და რისკების შეფასებაზე. და ეს უპირობო მანდატი შრომის ინსპექციისა, რომელიც ნიშნავს, რომ დღეღამის ნებისმიერ დროს შეიძლება შეამოწმოს ობიექტი და კომპანიის კანონმდებლობით ვალდებულება, რომ მან თავად უზრუნველყოს რისკების შეფასება, ქმნის ერთობლივად იმ კარგ პრაქტიკას, რომ ბიზნესზე დიდი ზეწოლაც არ არის, მაგრამ კანონმდებლობა აკეთებს იმის დაშვებას, რომ თავად კეთილსინდისიერად უნდა უდგებოდეს კანონმდებლო ბიზნეს ობიექტი არსებული რისკების მართვას. შემოწმების მაჩვენებელიც იდენტური არის, შეიძლება იყოს ახლა ბიზნეს პლუს მინუსი ობიექტების, მაგრამ 1%-9% თუ ეს ორი იქნება, არის ძალიან კარგი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებითაც ითვლება ადეკვატურ რეაგირების ღონისძიებად. იყო შემთხვევები,
მაგალითად ლატვიას ჰქონდა პროგრამა, რომ კომპანიებს ვალდებულება გაუჩინეს თავად რისკის შეფასების დოკუმენტი, რომელსაც უსაფრთხოების სპეციალისტი აკეთებს, წარმოედგინათ ელექტრონულ პროგრამაში, რომელსაც პროგრამა თვითონ უკეთებდა, მე იდენტიფიცირებას და უკვე განსაზღვრავდა სად იყო უფრო მაღალი რისკი, თუმცა ვერ გაამართლა და საბოლოო ჯამში გააუქმეს აღნიშნული მიდგომა, ამიტომ დატოვეს იგივე მიდგომები, რომელიც დღის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს. თუმცა პროგრამაზე როგორც უკვე აღნიშნე, დაახლოებით 2 წლის ფარგლებში მაქსიმუმ ვფიქრობთ, რომ შიდა ელექტრონული პროგრამა იქნება მოწესრიგებული. მადლობა. მე მგონი ამოვწურეთ ეს საკითხი. ჩვენთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეთანხმება არის, გეგმა წარმოდგენილია, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც არის წარმოდგენილი, ყველაფერი შესრულდება. ამიტომ დიდი მადლობა, ეს საკითხი დავამთავრეთ, წარმატებას გისურვებთ. გადავდივართ შემდეგ საკითხს. SIP სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. მოიცავს 22-23 წლებს, სულ გაიცა 3 რეკომენდაცია. თქვენ არ ბრძანდებოდეთ უკვე მოგახსენეთ ვინ ესწრება სტომას, უკვე იციან ჩვენმა კოლეგებმა ამის შესახებ. ეხლა აუდიტის სამსახურს ვთხოვთ წარმოადგინოთ 3 მიგნებები და 3 რეკომენდაცია და ამის შემდეგ მოусვენთ სამინისტროს წარმომადგენლებს. ერთი წუთით დავწნარდეთ. ან გარეთ გავძანდით ცოტა ხანდა. კი ბატონო, თუ გსურთ დარჩით. როგორც გინდათ. კარგი, გთხოვთ. ბატონ პაატა, პრეზენტაციას გააკეთებს თორნიკე შერმადინი, ეკონომიკური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თუმცა სანამ თორნიკე დაიწყებს, პატარა კომენტარს გავაკეთებთ. ჩვენ ვინაიდან ამ აუდიტის ანგარიშების გამხილველი სამუშაო ჯგუფის, ასე ვთქვათ, ძირითად მანდატს წარმოადგენს რეკომენდაციების განხილვა, პრეზენტაციაში წარმოდგენილი გვაქვს მხოლოდ ის მიგნებები, რომელიც დაკავშირებულია რეკომენდაციებთან, თუმცა აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ იყო გარკვეული საყურადღებო ნაკლოვანებები შესყიდვებთან დაკავშირებით მაგალითად, თუმცა ამ საკითხებს დღევანდელ პრეზენტაციაში არ განვიხილავთ და აღნიშნული მიგნებებიც ობიექტთან განხილულია და ასევე დასახულია მათი გამოსწორების გზები. მადლობა. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ SIP სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2022-23 წლების შესაბამისობის აუდიტის მიგნებებს, როგორც უკვე აღინიშნა, 3 რეკომენდაციაა გაცემული და გაგაცნობთ შესაბამის მიგნებებს რა საკითხებთან დაკავშირებითაც რეკომენდაციები გაიცა. პირველი არის აქტივების აღრიცხვასთან დაკავშირებით 31 დეკემბრის მდგომარეობით 2023 წლის ცენტრის ბალანსზე ირიცხებოდა ჯამში 31 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის 17 მსუბუქი და 14 მძიმე ტექნიკა. ამავე პერიოდისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ცენტრის სახელზე რეგისტრირებული იყო 30 სატრანსპორტო საშუალება, ანუ ერთი სატრანსპორტო საშუალებით ნაკლები. აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ 2023 წლის 28 თებერვალს გარემოსენული სააგენტოდან ცენტრს გადაეცა ერთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აუდიტის პერიოდის დასრულებისთვის ბალანსზე აღრიცხული არ იყო. შემდეგი საკითხი ეხება საწვავის ჩამოწერის ნაკლოვანებებს. მძიმე ტექნიკაზე საწვავი ჩამოიწერებოდა შესრულებული სამუშაოების აქტების საფუძველზე, რომლებშიც მითითებული იყო შესრულებული სამუშაოს დასახელება, მოხმარებული საწვავის ოდენობა და ღირებულება. აქტებში არ იყო მითითებული თუ თვის რომელ დღეებსა და რომელი ტექნიკის საშუალებით შესრულდა კონკრეტული სამუშაოები. კერძოდ ზოგიერთ აქტში მითითებული იყო მხოლოდ ტექნიკის დასახელება და ვერ იდენტიფიცირდებოდა მოდელი და სარეგისტრაციო ნომერი. ზოგიერთში კი სამუშაოს შემსრულებელი ტექნიკა საერთოდ არ იყო მითითებული. შესრულებული სამუშაოების აქტებში კონკრეტული თარიღების, მძიმე ტექნიკის მარკის, მოდელის და სარეგისტრაციო ნომრის მიუთითებლობის გამო ჩვენ ვერ მივიღეთ დასაბუთებული რწმუნება მძიმე ტექნიკის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად გახარჯული საწვავის სიზუსტეზე.
შრომით ხელშეკრულებით დასაქმება და საშტატო პოზიციებს რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 2022 წლის ნომერ 67 და ნომერ 405 განკარგულებების საფუძველზე დამხმარე და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა ცენტრში განისაზღვრა 2022 წელს 219 ერთეულით და 2023 წელს 240 ერთეულით. შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევებში ხელშეკრულებების საფუძველზე პირები ასრულებდნენ ისეთ საქმიანობას, რაც უშუალოდ ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საშტატო პოზიციებთან იყო დაკავშირებული. ამასთანავე ზოგიერთ შემთხვევაში ასეთ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმებული იყო ხანგრძლივი პერიოდით, მათ შორის სრული 2 წლითაც, რაც მიუთითებს მათ დასაქმებაზე ცენტრის მუდმივი ამოცანების და არა დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად. მთავრობის ზემოაღნიშნული განკარგულებების პროექტებზე მომზადებული განმარტებითი ბარათების მიხედვით საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო რაოდენობები საკმარისი არ არის ცენტრის ფუნქცია მოვალეობების შესასრულებლად და საჭიროა დამატებითი პერსონალის აყვანა. წლების განმავლობაში საშტატო პოზიციებზე დამატებითი პერსონალის აყვანის მოთხოვნები აგრეთვე მიუთითებს დაწესებულებაში საშტატო ნუსხების განსაზღვრის ნაკლოვანებებზე. გაცემულია 3 რეკომენდაცია. პირველი, აქტივების აღრიცხვის სისრული, სიზუსტის და არსებობის დადასტურების მიზნით მიზანშეწონილია სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საკუთარ ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაარეგისტრიროს ცენტრის სახელზე. მძიმე ტექნიკის საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა დაანერგოს სრულყოფილი კონტროლის მექანიზმები. მიზანშეწონილია, რომ შემუშავდეს სპეციალური ფორმა, რომელიც აისახება საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი აუცილებელი მონაცემი რეკვიზიტი, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის სისრულეს. და მესამე, შტატით გათვალისწინებულ პოზიციებზე შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმების თავიდან არიდების მიზნით აუცილებლობით გამოწვეული გარემოებების გარდა განხორციელდეს საშტატო რიცხოვნობის ოპტიმიზაცია შესაბამის პოზიციებთან მიმართებით. როგორ არის შესრულების მიმდინარეობა? მესამე რეკომენდაციასთან დაკავშირებით რაც შეეხება შტატით გათვალისწინებულ პოზიციებზე შრომით ხელშეკრულებების საკითხს, აუდიტის ობიექტს შესრულების ვადად მოთხოვნილი აქვს წლის ბოლომდე პერიოდი, ხოლო რაც შეეხება პირველ და მეორე რეკომენდაციებს, აქტივების აღრიცხვის საკითხს და საწვავის საკითხს, წარმოდგენილი არის შუალედური ასე ვთქვათ გეგმები და მოვისმენდით ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რა სტატუსები გაქვთ? კარგი, მადლობთ. ბატონო ლაშა, ბატონო ლევა, რომელი უპასუხებთ მეყვეთ რეკომენდაციების მიხედვით? პირველი რეკომენდაცია, მეორე, მესამე. შუადღემშილობის მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისათვის. პირველი რეკომენდაცია უკვე გათვალისწინებულია, მანქანა რომელიც გადმოგვეცა გარემოს ეროვნული სააგენტოდან, უკვე ჩვენს ბალანსზე არის, თავის სახელმწიფო ნომრებით და ასე შემდეგ. რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, ისიც შესრულებულია, შესაბამისი ფორმები შედგენილია, მარკის მითითებით, მოდელის მითითებით, საწვავის ხარჯი თუ რას ითვალისწინებს ტექნიკური ინსტრუქცია შეიძლება ეთქვას განხორციელებულია. რაც შეეხება მესამე რეკომენდაციას, ეს ცოტა რთული საკითხია ჩვენთვის ცენტრისთვის გამომდინარე იქედა, რომ 18 სამეცნიერო დეპარტამენტი გააჩნია ცენტრი ფარავს ყველა იმ მოცემულობას, რომელიც დაკავშირებული არის სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა მიმართულებასთან. 2014 წელს შეიქმნა centri და მისი საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 120 მუდმივი თანამშრომლით. დღეს სამწუხაროდ ჩემცირდა და გვყავს 118 შტატით. დანარჩენი იმ პოზიციებზე, რომელი პოზიციაზეც მართლაც უკვე წლებია ზოგ შემთხვევაში მუშაობენ მეცნიერ თანამშრომლები, სამწუხაროდ ვერ ხერხდება სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დონეზე საშტატო რიცხოვნობის მუდმივი საშტატო რიცხოვნობის გაზრდა. ეს ზემდგომი ინსტიტუციების პრეროგატივა და ამაზე მუშაობს გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად იქნება გასათვალისწინებელი. დღესდღეობითაც ჩვენ გვყავს საკმაო რაოდენობით ადამიანები, რომლებიც შრომით ხელშეკრულებით არიან დასაქმებულები. რაც შეეხება
რეგიონებს ეს ბუნებრივი ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ 27 მუნიციპალიტეტში გვაქვს ასწელ სადემონსტრაციო ბაზები და ნაკვეთები, სხვა ინფრასტრუქტურაც, აი რაც შეეხება მეცნიერ თანამშრომლებს, რომლებიც გარკვეული პერიოდით მუშაობენ აი ამ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სასურველი იქნებოდა რომ ისინიც აისახოს სასტატო ნუსხაში. გმადლობთ. რა მინდოდა იცით ბატონო ლაშა ჩვენ როგორც წესი მინისტრის მოადგილეს იმიტომ ვთქვით რომ მობრძანდეთ რომ პოლიტიკას განსაზღვროთ და აი რასაც ბრძანებს ბატონი ლევანი თუ თქვენ თვლით რომ და აუდიტი ასე თვლის და თუ თქვენს ასე მიგაჩნიათ მაშინ ეს უნდა ვიმუშაოთ ამ თემაზე რომ ზუსტად იმდენი ხალხი დაემატოს თუ დასამატებელია რამდენიც საჭიროა ახლა ან საერთოდ არ უნდა იყოს და თუ არის უნდა ფუნქციონირებდეს ნორმალურად კი ბატონო გეგმავთ მაგ შესაბამისობებს და ავსახავთ კარგი მე როგორ შესაძლოა შეკითხვები იქნება მე როგორც გავიგე ის ყველა რეკომენდაციაზე კარგი შეკითხვები თუ არის ბატონო ბეჟან მოგესალმებით მეგობრებო ეხლა ამასთან დაკავშირებით რა ვთქვა შენიშვნები არის, მიგნებები არის და ამას დარწმუნებული ვარ გაითვალისწინებთ, მაგრამ მე უბრალოდ სხვა მიმართულებით მითხრა რაღაც ვისარგებლო შემთხვევით და სხვა მიმართულებით ვთხოვოთ კომენტარები, იმიტომ რომ რეგიონებში ძალიან მცირე რაოდენობისა ზოგ რაიონში ერთი ადამიანია, ზოგში სულ არ არის რაიონების და საერთოდ მე იმერეთზე მინდა საუბარი, რომელზედაც ვიცი რა ხდება იქ. არის მიმართულება, მეღვინეობა ჩვენთან ძალიან ისეთი დარგია, რომელზედაც დახმარება უნდა, ძალიან ვითარდება, ძალიან ბევრი ადგილები იზრდება და ამასთან დაკავშირებით ახლა მე პრაქტიკულად გქონდა შეხება ჩემს პრაქტიკულად გქონდა ჩემ მეზობლებს რაიონებს რომელიც საერთოდ არ არის სპეციალისტი რომელსაც შეიძლება გარკვეული პროფესიონალური რაღაცა კითხოს რა ეს სამეცნიერო ცენტრები არის მაგრამ თუ ჩვენ იქ არ გვეყოლა იმ რეგიონში ცენტრალური დარგი რაც არის იმ მიმართულებით სპეციალისტი ну აზრი არ აქვს მაშინ ასეთ იმას ამიტომ ეს საკითხი დასაზრავია მე არ ვიცი ახლა რა თქმა უნდა თანხებზე იქნება დამოუკიდებელი მაგრამ სპეციალობით სპეციალისტები თუ ყავს ამ მიმართულებით თუ ჩვენ შევძლებთ რომ იყოს სახსრები რომ ავიყვანოთ დამატებით ისეთი ადამიანები რომლებიც ამ თუ იმ დარგში პროფესიონალები არიან თუ ყავს თუ გვაქვს ამის ინფორმაცია არის თუ არა ასეთი კადრები ჩვენს ქვეყანაში მაგალითად მევენახობა მებაღეობის მიხით და სხვადასხვა დარგების რაც ამ თუ იმ რაიონებში არის აი ამ მიმართულებით რას აპირებთ არის გაქვთ თუ არა მონახაზი და რა შეიძლება ველოდოთ მომდევნო პერიოდში სხვა შეკითხვები როგორც ხედავ არ არის ეს პირდაპირ რეკომენდაციებს არ ეხება ბატონო ბეჟან მოგებს ძალიან მაგრამ გთხოვთ რომელი დიდი მადლობა ზოგადად იმერეთის რეგიონშიც გვაქვს ჩვენი სასწელ სადემონსტრაციო ნაკვეთები მათ შორის დიდ ჯიხაისში იქაც გაშენებული გვაქვს საკოლექციონარგობა რახან ვაზს ეხება იმერული ვაზის ჯიშები და ასე შემდეგ და ასევე სხვა რეგიონებშიც ნუ ჩვენთან სისტემატიურ კომუნიკაციაში არიან ყველა ის ცირე ფერმერები, საოჯახო მარნის მეპატრონეები, რომლებიც იმერეთში არიან, ჩვენ პირადად ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ადგილებზე ჩავდივარ და ვატარებ ტრენინგებს ამ საკითხებთან დაკავშირებით, ძალიან ხშირად იმერეთიდან კერძოდ ჩამოდიან ჩვენთან ჯიღაურას სასწელ სადემონსტრაციო ბაზაზე და როგორც თეორიულ ნაწილში, ასე პრაქტიკულ ნაწილში ვატარებ სწავლებებს, რაც შეეხება სპეციალისტების მოძიებას, არის სამედნიეროდ მე რამოდენიმე უნივერსიტეტში ამასთანავე ვასწავლე მევენახეობა მეღვინეობას, ახალგაზრდები იმერეთში თუ საშუალება იქნება იმისა, რომ ისინი დასაქმდნენ იქ ჩვენ შეგვიძლია პოტენციური კადრები, რომლებიც ამ მიმართულებით გაუძღვებიან იქ საქმეს, თამამად შეგვიძლია მოგაწოდოთ. რაც შეეხება თვითონ ფილიალებს, ჩვენ 2026 წელს გურჯაანში სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ახალი ფილიალი იქმნება, სწორედ იმ მიმართულებით, რა მიმართულებას თქვენ ბრძანეთ, ასევე განზრახული გვაქვს დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში, რო არა ვთქვათ, ჩვენ სამეგრელოში გვაქვს ჩვენი ფილიალი, მუხური ცნობილი, ასევე ანასეულში ცნობილი ანასეულის, ასე ვთქვათ, ნიადაგებისა და ასევე მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორია შესანიშნავი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს, უნდა ვისარგებლო შემთხვევით ბუნებრივი მტრების გამრავლებასთან დაკავშირებით, რომელიც იმ გამოწვევების პასუხია, რაც საქართველოში არსებობს და სიამოვნებით შემოგთავაზებდით კადრებს,
ჩვენი ასე ვთქვათ გაზრდილი ახალგაზრდა სპეციალისტები და რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებენ არა მარტო მევენახეო მეღვინეობის, არამედ სხვა მიმართულებითაც. საბედნიეროდ მოვყვებიან ყავს ახალგაზრდა კადრები, რომლებიც შეიძლება დასაქმდეს ამ მიმართულებით. მადლობა. დიდი მადლობა ჩვენი მიზანი რაც იყო რეკომენდაციებთან გასაგებია. მადლობა ამ უწურავი პასუხისათვის.